Robda პირდაპირ ეთერში. Ახალი აღმოჩენა ნეოლითური ხანის ნასოფლარზე, ქვემო ქართლში, სოფელ იმირში ისტორიული ეპოქის უძველესი ვაზის ნაშთები, ჭურჭელი და სამეურნეო იარაღები ანაპოვნი. კვლევის შედეგად დასტურდება, რომ 8000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე მევენახეობას მისდევდნენ. არქეოლოგიურ გათხრებში ქართველი მკვლევარებთან ერთად ტორონტოს უნივერსიტეტის ექსპერტებიც მონაწილეობენ. არქეოლოგიური ძეგლი მოინახულა დღეს ჩვენმა კორესპონდენტმა სალომე გოგოხიამაც ის ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. სალომე, რამდენად შთამბეჭდავია ახალი ექსპონატები? შთამბეჭდავი ნამდვილად არის ირაკლი სოფელ იმირში ნეოლითური ხანის ნასოფლარზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არის ვაზის უძველესი ჯიშების საცხოვრებელი ნაგებობები, სამუშაო იარაღები და მარცვლეულის შესანახი ჭურჭელი. ქართულ მკვლევარებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებში ტორონტოს, მილანის და პენსილვანიის უნივერსიტეტების მეცნიერებიც მუშაობენ. საერთაშორისო პროექტი ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევა 2014 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მკვლევარები იმირის მახლობლად შულავერის ნასახლარის შესწავლასაც გეგმავენ. ეს არის მნიშვნელოვანი ძეგლი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპოქაა თითო კაცობრიობის ისტორიაში. ნეოლითი. ეს არის პალეოლითი, ანუ ქვის ხანის დასასრული, როდესაც ადამიანი იწყებს ახალ ცხოვრებას. ნეოლითური რევოლუცია ქვია ამ პროცესს, როდესაც პირველყოფილი მეურნეობიდან, შემგროვებლობიდან და მონადირეობიდან გადადის გამჯდარ ცხოვრების წესზე ადამიანი. ეს პროცესი არის სწორედ ამ ძეგლზე დაფიქსირებული. ეს არის იმირის გადაჭრილი გორა, ძველი წელთაღრიცხვით მე-6 ათწლეულის ნეოლითური კულტურის ძეგლი. საკმაოდ რთული სამუშაო იყო, რადგან ნაგებობები ალიზისგან არის გაკეთებული და ზოგჯერ ძნელია მისი მიწისგან განსხვავება. გათხრების შედეგად 8000 წლის წინანდელი წყლის რეზერვუარები, მარცვლეულის შესანახი ორმოები აღმოვაჩინეთ. ექსპედიცია მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ დაზვერვას ვაწარმოებთ და უკვე 7 ნეოლითური ძეგლი აღმოვაჩინეთ. აქ არის პირველი, ასე ვთქვათ, კვალი ღვინისა და ვაზის არსებობისა. მეღვინეობისათვის ეს საწყისები, როდის იწყება მევენახეობა, როდის იწყება მეღვინეობა, ძალიან მნიშვნელოვანია. პლუს დათარიღება 8000 წელით ეს, ასე ვთქვათ, ეს ძეგლი ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ ძეგლად, ისტორიულად, სადაც აღმოჩენილი არის, ასე ვთქვათ, მეღვინეობა, მევენახეობის საწყისი. არქეოლოგიური ექსპედიცია ხვალ დასრულდება და იმირის ძეგლის კონსერვაცია რამდენიმე დღეში დაიწყება. მეცნიერები სამუშაოებს მომავალი წლის გაზაფხულზე განაახლებენ. იქამდე კი უკვე აღმოჩენილი მასალების ლაბორატორიული შემოწმება იგეგმება. აქვე გეტყვით, რომ არქეოლოგიური ექსპედიციის დასრულების შემდეგ ნასოფლარზე ღია მუზეუმის მოწყობა იგეგმება. დიდი მადლობა სალომე გოგოხია, საკმაოდ საინტერესო